ხმი ასტის მიწას ხალის მანდილს ქართლის დედის სხვივი კარგავს აბა როგორ არ მიყვარდეს მითხარ ქართველები გლის ეტნისები გამოსდინით მეც ზარღვებში სისტემიჩკებს ქართული მზის ხვიებით დასერილი დედაენა ავამღერეს სიმდას აბა როგორ არ მიყვარდეს მიწის გულში ჩემი მოდმის ჩემი გენის ფესვები შორეთიდან ჩემოდე საქართველო გეფერები ცრემდანა მომდექს თურქეთსა და საქართველოს უფს გულს ვალსებ მე მათ შორის ხიდადაც ვარ გადებული აბა როგორ არ მიყვარდეს დედასავით საქართველოს კარი ჩემთვის გაღებული მე ხომ ორი სამშობლო მაქვს საფიცარი ქართველ თურქთა შეცმულ გენთა თაოსანი საქართველოს გულის ფსკერზე მიწერია ხელის გულზე შოთას ვერქეს თაოსანი ხედა შუახევ ხლოიდანა დედო დურინეთ დამამღერა დიდ გორაზი მთანა სიზმარ მიბრუნდება ჩახტები და შორიბანა ჰოიდა ნანა ოჰოი ნანა წარგახნილე დავალგანა საქართველოს ჩემო დედალ ჩემი სუნთქვა გენაცვალა ჩემი კვალამწუხარებას ქუხარებას გენაცვალა შენი სიტყვის სიცოცხლისთვის ხიხაზირში კიდევ გავარ შენი ზეთის სიმაღლისთვის მარადიჩი ვრანდავ ყავას შენი რჯულის საჯილდაოს ხალთას ვეკავ ზარებს მთავარს ერთ ძირ რენას სულ გირგავდი კლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც იდით გულე რომ ამფერი აჭარელი ყავდი განა რომარჯოს დედასამშობლო მადლობა ღმერთს რომ ქართველები ვარ და ვისაც ქართველობა ხვენია ვაიმას ვინც საქართველოს ებზის ათქიჩის რომ დამარცხებულია გაუმარჯოს ჩვენს ჯის განსაკუთრებულ მოდგმას გაუმარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელი დედასამშობლო საერთო აი ეს მშვენიერი ქალბატონი ჩემო ბატონებო დუშჯეს უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის აი ის სუდას რადუნდა მტერობა კარგია მუდამ ტრიანი ხო აი ვაჟას რო წაუკითხავდა ისე რომ შიას ძაგძაგებს აი ის ქალბატონია და ეხლა მე სიმბოლური საჩუქარი მინდა გადავცე აი ამ რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის ძალიან დიდ მოამაგეს აი ამ ქართულად გამოწყობილ ჩოხაში ხია გამგენარი და ქალბატონ სოზენ გოგვილს ეს არის ძალიან კარგი ჩვენც ვარ ბრენდები ძველი სუფრა აი სამი ანბანი სამი სახელობა ქართული ანბანისა დადანილია ზედა ისწავლეთ თუ კიდევ ერთი ქალბატონი მაპატიეთ სუბიექტურობისათვის, მაგრამ მართლა არ ვიცნობდი ბევრს. ამის მერე ეს პირველად ვარ. ჩემო ბატონებო, ერთი ქალბატონი, რომელიც გავიცანი უნივერსიტეტში ლექციიდან გამოვედი ხუთ ლექციას რო წაიკითხა, როგორ იქნება, ვიცი? გაწეთრილი ეს შეფიქრე, მაგრამ ვიქნა. ხოდა, აი ეს ქალბატონი ჩემი ევა გივიცე. ჩემო ქალბატონი, აი ეს საინტერესო აი ესეთი თქვენებური ვარიანტი უბრალოდ სამივე ანბანის ის არის და იცით რითი მივხვდი რომ ქართველია მაბადეთ რა ვქნა მე მარადიდი დაგლეჯილი მარადიდი და მარტო ამით კი არა აი ეს თვალები რო უჭრიალებს სახე რო განათებული აქვს რომაშე მომეფართკალა ამუცნობ ქალს და მოდით სიძულვილ სიყვარულის ჯობს და მიყვარდეს სიყვარულისთვის და ქართველობისთვის
ძალიან ბევრი რამე იქვა, ყველაფერს ვიმართლები და ხაზი ჯერ და რატო ძალიან დიდი სიყვარული და მოხდა. წარმატებები გაუსულა უნივერსიტეტს და ყველას ჩვენს. ყველაზე მთავარი მეგობრი ხალხობაში რომ მივხვდარო, ყოველთვის სიყვარულის ჯობს, სიყვარული აერთიანებს და უნდა ვიყოთ ერთმანეთს ჩვენ არა ვართ რაოდენობას გულისხმობ და ამიტომ ჩვენ ყოველთვის ერთად უნდა ვიყოთ ერთმანეთს ეს დარჩენილი ვარ ამ პროექტში ჩიმპიონის სიყვარულის ეხლა ჩვენ გავაგზავნეთ მისი წიგნიდან რაოდენიმე ჩვენი ქართველი ემიგრანტი წერლებიდან ქალბატონ ეკას მინდა დავიწყო სიტყვა. ქალბატონ ეკა წაიკითხავს ბატონი ორჰანის წიგნიდან ერთ-ერთ მონაკვეთს. ორჰანი нам Kaçkişi Gürcüce emigrant yazarlardan birkaç kişi okuyacak özel anılar. Şimdiden kusura bakmayın, duygulandırabilirim hepinize. Dinliyorum ekranınızı. კარგად მესმის უკვე რა ემოციებში ხარ და ძალიან კარგად აქტივებს ვიჟარი, მაგრამ ის ჩავს. ჩვენს ნებართვით წავიკითხავთ რამე ცოტა ხმა მაღლა. გუში გადმოგზავნა იამსისი. ეს იყო 2009 წლის 23 ავრილს. ამავდროულად ვიდეოის მონტაჟი. რამე ცოტა ძალიან როა. მისი მონაკვეთი მასთან შეხვედრის იამსზე ხეთაობა. ეს მონაკვეთი გადავიდა აფრიკის აეროპორტიდან ბაქოში ჩავში. ასე წლის შემდეგ დივიზიის გამომავალი პირველად ბუქურესტი აეროპორტიდან წინა არხა მიდასტავს. ხალხმიანი ვახტანგელის ყველაფერს. კონტროლის წითელ ხაზზე შიგნით რეალობის აღარ იჭეროდა. თავის სიზმარში მეგონა, შენ ვიქიც დადგა. პოლიციელი ქალბატონს პასპორტი მივაწოდე და ჩემი გაკეთილი ქართლის დავიწყე. მოგწოდება, მე ქართველი ვარ. პირველად მოვივარ საუკუნე ნახტობის მერე სამშობლოში. ჩვენ ერთი სიტყვიდან მოვიწყარ. შენ ნათესავი ხარ და ასე შემდეგ. ცრემი დავარდა, ჩამოვიდა, პოლიციელი წაიღდა და არ მახსოვს ის მოვაფრთხე. ცირე დროში, რადგან პოლიციამ ჩემი პასპორტი საკმაოდ შეამოწმა თუ არა, ისე ჩამოიღდა. ბეჭედი არ გამიგონი სიტყვები, რომელსაც მე საუკუნე დიანად ველოდებული მოვიწყდა. კეთილი იყოს შენი მოგზაურობა დედა სამშობლოში. Let's go.
ჩვენ მომივიდა სრემლები, მადლობა. აი ეს კითხვა დავებადე, ეხლა ზუსტად ის წუთების რა ემოციაც განვიცადე, ისე დავწერე ეს კითხვა და გადაუგზავნე, როა შემიშავე სიტყვას ითქვით, მეც ემოციურად ვხარდე ამ წუთში და ეხლა წაგიკითხავ იმ მესენჯერზე რომ კითხვა შემდეგში მდგომარეობს. პირველად ვიდეოდით როგორც აღწერეთ კრედიტში და როდესაც იხილეთ თქვენ სამშობლო რა იგრძნობს, პირველი ნახევარი მაინტერესებს და რასაც ვფიქრობდი, ამ სამშობლოს ნახვისას რა მოუდინით ხონდა თუ გაგიმართებათ. Cevap vereceksiniz bu süreçte ben kısa bir Türkçe anlatayım. 135 yıl sonra ilk Gürcistan'da adım attığım günün ifade ettiği kanun. Kitapta bunu kendisi gayet açıkça duyguları ifade etmiştir. Onun kısa bir sorusu. Orhan Bey'den şimdi cevabını istiyoruz. Kalkabilirsiniz. ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მე კიდევ ერთხელ მომივიდა ცილემლები. მე სინამდვილეში ცივით ვქნა. ანუ ცილემლი არ მომვიდა. მამა გარდამეცვალა, დედა გარდამეცვალა, ცილემლი არ მომივიდა. ანუ გულიდან გზნობს. მაგრამ როცა ქართულშია საქმე ცილემლები მომდის, ისიდან არა, იმიტომ რომ ანუ მამა ჩემი ვერ დაინახა. ის მამა ვერ დაინახა. ბაბია ჭრაფლები ვერ დაინახა. ჩვენ ვართ მეოთხე თაობა, ეს თქვენ რომ ვიყურებთ თავგადასავლებს, სულ დებიები და ბაბუები მახსოვდება. იმიტომ ახლა თქვენი შეკითხვა როგორი პასუხი ის არ მისცემ, მაინც მისი პასუხი იქ არის, ტექსტი არის, რომ წაიკითხეთ. მადლობა თქვენ. ანუ როცა იმით გიპასუხებ და ისე ბევრი არ გავაგზავნე. ეშრეფლაბის ერთი ნათქვამი აქვს, ეშრეფლაბი ჩვენი ბატონი ეშრეფილმას მახარაძეს, ანუ როცა საქართველოში თქვენი ნათქვამი ხო როგორც ვიცი ეშრეფლაბი, ანუ როცა საქართველოში მივდივარო ზალი რომ მამა სახში წავადა, თავისი სახში და უკან დაიბრუნება რა იგზნობს, სამშობლოში რა იგზნობს, როგორ თქვა. ის მამას სახლია, რომ დაიბრუნოს ქმარის სახლია, მაგრამ მამას სახლი რომ დატოვებს რა იგზნობს ჩვენ, უკეთელი ქართველები და რა თქმა უნდა მე ისეთი გზნობაში ვარ, როცა საქართველოში მოვიდი. მე ერთი რამ გეტყვი თქვენ, ღამით 3 საათზე საქართველოს ნებისმიერ მხარეზე, ნებისმიერ სახლს ვიკახუნებ, ვიტყვი რომ მე თურქეთელი ქართველი ვარ, მინდა ამაღამ თქვენთან დარჩე ოღონდ არასტუმრად და ზმნად. მოგესალმებით ყველას, ძალიან სასიამოვნო საყაფის მომსწრება. ილოცავ ბატონო ორჰან ციგნის პრეზენტაციას, ესე მინდა მრავალი გაგეკეთებინოთ და გაგეხარებინოთ თქვენი სტუმრების და ახლობლების შვილები. ციგნში არის ასეთი თავი, ჩემი მეორედ დაბადების კერძოდ გვარის კანონიერად დაბრუნების თარიღი, როგორც ზემოთაც თქვი, 2017 წლის 23 მაისია. საოცრად ამაში და ბედნიერი ვიყავი ამ დღეს, რადგანაც ვიცოდი, ჩემი მომავალი თაობა ბერიძე იქნებოდა. 2020 წლის 26 იანვარს კი მამის საფლავის ქვაზე დავაწერინე გვარად ბერიძე. ხელოსავნმა ქართული ასოთიერებით ვერ დაწერა, მაგრამ არა უშავს. ლათინური ასოები და გაურები ხომაით წაიკითხავენ. ჩემს ვაჟს, სადაც მასთან ერთად ვიყავით საფლავზე. 3 თაობა შევიკრიბე. მამა ჩემი წარსული, მე და ძმა ახლანდელი, ჩემი ვაჟი კი მომავალი. საფლავზე ქართულად ვილოცე. უთხარი მამა ჩემს, რომ მე ბერიძეთა აღვადგინე ჯიში. დღეს შენი საშუალებით წარსულით ბერიძეებად აღვადგინე. ჩემი სურვილით კიდევ ერთხელ გავახმოვანე. მამა, ადექი, 1 საათი ქართულად ვისაუბრობ და მერე საფლავში დავწვე. ბატონო ორჰან, ამაღელებელი სიტყვებია და მე დამებადა ასეთი კითხვა. რა თქმა უნდა, თქვენ რომ ძველი ქართველი ხართ, ეს იცოდით მანამდეც და სანამ გაიხსნებოდა თურქეთ-საქართველოს საზღვარი და ამის რეალური შესაძლებლობა გექნებოდა. ჰქონდათ თუ არა გვარის აღდგენის ოცნება მაინც? მადლობას უპირველესად არ საკმარისად გიცოდით, რომ ჩვენ ქართული გვარი გვაქვს. მე ტექსტში წერია,
მაინც საკრებულოს წევრი ვიყავი, მოადგილე ვიყავი ჩვენი მერის რაიონის. რაღაც ერთი გაზეთში წავიკითხე ის რა ქვია, საქართველოს წასვლა ვიღაცა თურქელი ქართველი და რაღაც იმასაც წერდა და მისი ტელეფონი ვიპოვე, მასთან წავედი, ასევე შევედი, ანუ ქართულ კულტურაში ვიყავ, მე ასოციაციაში სწავლა, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა ჩემი გვარი და რომელია ვარ ქართული. მაშინ ჩემი უზრუნველესი ქართული მასწავლებელი ქალბატონი მანანა გურგენიძეს უთხარი რომ მე უთხარი ჩემი გვარი არ ვიცი ძალიან მიყვარს ქართული გვარი თუ ნებას მონცემ თქვენი გვარი დროებით ვისარგებლო და ექცი თვე გურგენიძე ვიყავი მე არა მინდა ქართული გვარი მაგრამ არ ვიცი რა ხოდა ქალბატონი შემოვნებით ისარგებლო ხოდა მე ორ გურგენიძე დაწერე გუგლში გამოჩნდება რაღაცეები მე ისტორიკოს ლაფკასას ჩავაბა კიდევ მოდიოდა საქართველოდან მე შევამჩნიე რომ ჩვენი გვარი ყოფილა ბერიცე არც სოფელი ვიცოდი მარტო ბიზაჩემიდან ერთხელ მოვისმინე რომ რაღაც წონია ყოფილა მე იმიტომ ცოტა წინაპრებზე ამდენი ჯავრობ მიყვარს ღმერთმა აცხონოს ყველას მაგრამ ცოტა საქმე საქმედურად რომ რატომ არ წამოიდეს ჩვენამდე ყველა ინფორმაცია ცოტა საქმე ეს რა ვიცი ამდენი უფლება მაქვს ხოდა მე იქიდან მივიწყეს რომ თქვენი გვარი ბერიცეა და იმის შემდეგ საზოგადოებაში ვისარგებლე ანუ ხმარობდი მაინც საზოგადოებრივ ქსელებში ბერიძე გვარი, მაგრამ ბერიძე გვარი როდის დაუგვიო? არ ვიცი, იმაზე არ მოვა, არის რაღაცა 2017-ში მე ოფიციალურად მოგოლდასამი ქალბატონი სალომე მარამიძე, სალომე კულაკი ისრო ადვოკატია, თანაც საოჯახო ადვოკატია. ანუ ისეთი ადვოკატია რომ ხუმრობით აქ ამბობენ რომ ზაფხიდან ის გამოიყოს. ხო, ისეთი მაგარი ადვოკატია. ხუმრობით საუბრობთ, როცა თურქეთში არ იყო არც ერთი ეთნიკური გვარი დაბრუნებული იყო, მაგრამ რაღაც 2008 წელს ახლა გარდაიცვალა. ერთმა პიროვნება დაიბრუნა, მაგრამ არ გაეხმაურა. რექტომა მარტო კი იყო. იმის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი. მიწა წესები როგორ უნდა შევიტანოთ განსხვავებები მე მინდობლება მივეცი ქალბატონ სალომეს შეიტანა მან სტამბოლის თავარი ინსტიტუციაში სასამართლოში განსხვავება ახლა აქ ისეთი რამე არის რომ ვინც მაგალითად სახელი გვარი შეხვდეს ასეთი რაღაცეებზე ორი მოხუცი მოსმოება რატომ მოხუცი და ანუ ახალგაზრდობაში მან უნდა დაამოწმოს უთხრას რომ ასე იყო და ისე იყო სახელი და მე ვიცი მაგრამ მე ერთ ნახევარ საუკუნიანი ის მოსმენო ვერ ვიპოვე იმის გამო ერდოღან შენოლი აქ ამბობს ერდოღან მე იქნოდა მოსმენო ბატონი ერდოღან შენოლი ერდოღან გუნეში შენოს მივესალმები ასევე მე ვარ ხანდახა ბატონი ერდოღან გუნეში და მურატ ხასაბი ისტორიკოსი წავიყვანე ახლა რა თქმა უნდა რამდენიმე პროცესი გაგრძელდება ის როგორ გადაიდეს მოსამართლე ჩვენ წინასწარ მოვამზადეთ მოსმეები ჯერ არ მოუწმობთ ის მოსამართლე ხოდა მე სიტყვა სალომე მოთხრა რომ მოსმეები მზად არისო ციკში წერია ესენი ხოდა მოვიდნენ მოსმეები ისტორიკოს მოთხრა რომ მე ვიცი რომ ისტორიიდან როგორ იქიდან გვარიო ბერიძეო ბატონი დოგან მოთხრა რომ წლებია ვისნობო და მაინც საზოგადოებრივი ბერიძეო ასე შემდეგ მე სიტყვა მოვწე სალომესაც საუბრობ და მე ვუთხარი რომ ჩემი ბიჭი ახლა ისეულში დაიწყო თუ ნებას მოვწე ახლა დაიბრუნე და პრობლემა არ შეიცვალო მოკლედ პირველ პროცესში ქალბატონი სალომეს ძლიერი ადვოკატად დაიბრუნა ჩემი გვარი ბერიძე то იმის შემდეგ მე როგორც ვიცი 10-15-მდე ქალბატონი სალომე დაიბრუნა გვარები მაგრამ ერთი რამე ამბობს რომ ვისაც თურქეთში ქართული გვარის დაბრუნებას აპირებსო მე უფასოდ ფულის გარეშე ვიმსახურებდი იმას და ქალბატონი აქ ერთი კაბინეტი მე შევექცევაზე რაღაცა არ მაქვს ხარჯები არის ოფიციალური არც ისიც Orhan Bey'in soyadının
ana soyadını geri dönmesi için destek olduğu için ve bunu gönül üzerine yaptığı için hepimiz biliyoruz. Onun için kendisine teşekkür ediyoruz. Şimdi sırası Nazırrola Hanım'a veriyorum. Kalıplı Nazırrola. თითქოს ერთნახევარი საუკუნის შემდეგ ორი მონაწილეობრივი ბაშაკი ერთმანეთს. ჩემთვის ყველაზე მეუღლე და გულისხმობელი ბატონმა გიორგი უთხოვა მამაჩაის საფლავის ნახულება, სადაც საქართველოდან წამოღებული ქართული მიწა მოაყენა. შემდეგ ეს ყველაფერი თავის საერთზე ფერეიდან ჯერ განათავსა ჩემები შეესწრო. ბატონო, Evet, ben kısa Türkçesini yapacağım. Orhan Bey kalkabilirsiniz. 2009'unda Gürcü bir arkadaşı geliyor ve kendisinden özellikle istiyor ki senin babanın mezarına götür. Nedeni çok net, Gürcü toprağa getirip ve babasının mezarında sevdiği. ანუ დამიკავშირდა ბატონ გიორგის მიესალმები ასევე და გიორგიმ დამიკავშირდა და მის რომ სტამბოლში მინდა მიწა წამოვიღო. არ მისო. თბილისელი კაცია. აჭარელი რომ თქო ცოტა გავიცი, აკოს იქნება ხო კულტურულად თქვა. არც მისნო. რადგან ისეთი ემოცია მოდის მიწერ მოწერაში რომ თითქოს ერთად დავიყავ. რაღაცა სხვა სიტყვა მოდის. უთხარი მომზანდეთ და დავაპატიჟე, მაგრამ ასეთი ემოციური კაცი როგორ დავაბინავეთ სასტუმროში რაღაცა სახე წამოვიდა. ხოდა მის რომ მიწა წამოვიღეთ, წავედით ერთად საფლავზე, სურათები გადავიდეთ. ხოდა ჩავყარეთ, მე სახლი ახლა სხვა ის არის, როგორ გიქა ახლა თბილის განსაკუთრებით იმიქავი ქართველები თქვენ უფრო გაიგე. თურქეთში პირველად სხვა ქვეყანაში თურქეთში შედიხარ სახლის სხვა წესები თქვა ახლა რაღაცა სხვა ის არის, ხო? მაგრამ რაღაც ისეთი ემოცია იყო რომ სახლში თითქოს ერთად დავიბაჭეთ და ძმა მოვიდა, ძმა სტუმრად მოვიდა საუბრობ ასე. უცხოებით არც მან არც ის არის არც მე ვარ. ასეთი ის იყო სიტუაცია და კიდევ ერთხელ მივესალმები და მადლობა გითხრით. დღეს მეთქანებად და ვაკეთებთ წიგნის გამოშვებას ორგანიზაცია ჩვენთვის ქართველებისთვის, იმიგრანტ ქართველებისთვის, როგორც იყოს ძმა, მათი მეგობარი, არის ყველაფერი და მაშინ სტამბოლის მერიაში მაშველად მუშაობდა. ერთ დღეს სტამბოლში მოქმედ საერთაშორისო სკაუტურ მანქანაში მასწავლებლად მიიწვევს. როცა ტერიტორიაზე შევამჩნიე დროშა, რომლებიც თითოეული ქვეყნის საბანაკო ტერიტორიაზე იყო აღმართული. დროშებს გადავხედე და უცებ მარგალიტივით საქართველოს დროშა დავინახე. გამიკვირდა, არ ველოდი ასეთ ხალხს. ვიკითხე, იქ მყოფი სკაუტების ლიდერებთან რა ხდება? საქართველოს სკაუტები არიან ხალხი, იპასუხეს მას. სად? და 20 კაციანი ჯგუფიც მოჩვენეს. პირდაპირ ჯგუფში შევიდა. გამარჯობა ბავშვებო, მე ქართველი ვარ. როგორ ხართ? სანამ კითხვას დაუსვამდი ბატონობას, ვინდა ასეთი რამ გამიხსენა, ფერეიდანელ ქართველს კორესპონდენტი ეკითხა. გინდათ თუ არა საქართველოში წასვლა და საქართველოს მოყვანა. სანამ პასუხს წავიკითხავდი, ვიფიქრე, რომ კი როგორ არ უნდა იყოს მიღწევა მე საქართველოში და წავიდე და რაღაც. არა, ქართველმა უთხრა ფერეიდანელმა ქართველმა. არ მინდა საქართველოში წასვლა და რატო ეკითხება? იმიტომ რომ ჩემი მამა პაპიდა ისეთი
წარმოდგენა მაქვს საქართველოს, რომ ის ჩემი ოცნებაში ჩარჩენილი საქართველო მინდა ის საქართველო დარჩეს ჩემში. ძალიან გვიან თქვენს გეკიდებოდა ოცნება საქართველოში წახვიდებით, როგორია ეს ჩვენ ოცნებაში არსებული საქართველო და როცა საქართველოში ჩავდივართ, ის საქართველო რეალობაში როგორი გეტყვით, მე ოცნებაში მაქვს საქართველოს წავიდა, იგივე ემოციები, მე საქართველოში რომ მიცხოვრო, იქ ემოციები არ დამეკარგება, ოღონდ ერთი რეალობა. მე მაგალითად დედა ქართველი არ მყავს. სული ქართველი არ მყავს მაგალითად. ბავშვები ქართული არ იციან. ისე მე მინდა, მაგრამ საქმე სერიოზულზე რომ საუბარზე რომ მოდის, ესენი განათლება რომ მიიღონ, როგორ თქვა, ჯერ ყველას უნარი ჩემ დონეზე არ არის, ეს ძალიან ისარი რთული თემაა, მაგრამ თუ სინამდვილეში მე მეუბნები, მე ძალიან მიყვარს, ერთ რამ გეტყვი და დავამთავრე. მე ინსტიტუციაში რომ დავდიოდი, მაგალითად ეჭმიტალილებს ახლა იმ შემთხვევაში ეჭმიტალილებს ვთქვათ ახლა ზოგი მზარსებია, ზოგი რაღაცა მძიმე რაღაცა, ანუ ეჭმიტალილებს მე რაღაც ინსტიტუციაში შემეუბრალ რაღაცა ხაჭაპურს მიყიდი რაღაცა ვაჭმები პოლიციელებს ნებართვას ავიძები რაღაცა და მე ის მეუბნებოდი რომ პოლიციელები რომ ერთმა ცოტა ისე მოვიდა მორალი ვინ შეწყობ რაღაცა და შემაგინე ხო და მე იმას ხაჭაპური ისქენი ვიყიდო მე და პოლიციელმა მისცა რომ ეს აგინებს ხო შენ ამას ის აჭამებ ეს რას ნიშნავს როგორ და მე ვხარი რომ მე ქართველი ვარ მე არც ღმერთი ვარ არც მოსამართლე ვარ არც პოლიციელი და პროკურორი ვარ თუ რაღაცა ჩაიდინა თქვენ დასაჯეთ ეს ქართველია ჩემი სისხლია და ძალიან მიყვარს ქართველი და ქართველობა ვარ აი ასეა ჩემი ემოციები ჩვენს ემიგრანტთა მწერალს აეროპორტში მინდა ვიცი სიტყვა დაუწმობა ემოციები გამოხატოს მოგესალმებით ჩემო მეგობრებო მოწონებულო აქ იმდენი თქვა ბატონ რუხანზე ბევრს ვერაფერს ვერ დავამატე გადაისა რომ მინდა მიულოცო ეს დღე მინდა მიულოცო თავისი წიგნის დაბადება გვიამაყება ბატონი ორხანი გვიამაყება შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი სადაც ჩვენ შეძლებს და ვარად დღეში ერთხელ მივდივართ მიკრიბების და ჩვენ ჭირვარავს გულისხმის სიხარულს უზიარებთ ერთმანეთს და თითოეულ ქართველს და ორხანბეზე ჩვენთვის არის გურჯი, აი გურჯი, ქართული სული, მუზეუმ მაწერია ქართველობა ჩვენი კოლგა არის ხიდი საქართველოსა და თურქეთს შორის და ამ ხიდზე ორხანბეი 1000 წელი, რა ვიცი, ძალიან დიდხანს მინდა რომ იყო. ძალიან დიდხანს კაცური კაცის სახელი გეტარებინოს. ყოველთვის გილოცავთ ამ დღეს და ბედნიერი ვარ რომ გიცნობთ. მადლობა დიდი. ქალბატონი თამას პირველად რომ გავიცანი, გამიკვირდა, მე დამყავს. ზუსტად ქალბატონი თამას. არა რა თქმა უნდა, ყველა დასავით ხარ ჩემი, მაგრამ თამარი ცოტა რომ ჩემ დას ზუსტად გავს, ცოტა სხვანაირადაა. უღრმესი მადლობა ბატონო როჰან, ძმაო, დიდარი ხმასმა. ეგ მამატიე, წიგნი ვისაც არ აქვს, წიგნი აიღეთ, აუცილებლად წიგნოთ არავინ წავიდეს, ხმაკმდა გიფარო თუ წიგნოთ. Kim kitap almadıysa lütfen kitap verelim. Kitap almadan kimse gitmez. Şimdi 100 yılın sevdasının emeği geçenlerden Sefa Şotaberize'nin söz verilmesini istiyoruz. Kendisine Sefa Berize. Evet Sefa Berize. Sefa. Sahneye çağırıyorsun. Evet gençler, kendisi çok büyük katkısı var. Aynı zamanda sunucu. Verdiğimiz aynı zamanda söz size veriyorum. Teşekkür ederim. Ben de hepinizi saygıyla selamlıyorum.
Bu etkinliğin benim için önemi sadece babamın kitap tanıtımı olmasından ziyade bugün 6 Nisan, biz bundan tam 6 yıl önce 6 Nisan 2019'da Şörnal'ın misafiri olarak Batum'daydık. Güzel bir tevafuk oldu. Tam 6 yıl sonra bugün o bizim misafirimiz olarak burada. Benim için Gürcü kültürü yani sadece bir babadan gelen kültür olmaktan ziyade yaşam biçimi haline geldi. Gerek okuduğum şiirler, babamla böyle katıldığım etkinlikler. Gerçekten bugün sizinle beraber olduğum için çok mutluyum. Tekrar teşekkür ederim. Hepinize ayaklarım. Dacıdatçılar, Andercisa, Savrulosa, Savuklisa, Dekaro, Gabi Barbi, Zevnan, Çekman, Sazeblisa, Derdabcım, Şevkran, Şemta, Seskuta, Mondeblisa, Şemindevda, Zamutana, Kustarapa. Hayır. Şimdi bizim Türkiye'deki İstanbul'da dernek başkanlarına söz vermek istiyorum. Gürcü Dil Merkezi Başkanı Eşref Yılmaz Göderci Makaraze'ye söz vermek istiyorum. Bütün Eşref'e. მოგესალმებით მას. ძალიან მოხარული ვარ. ორამბელის ჯიგნის პრეზენტაციაზე. და ორამბელის იმდენ პრეზენტაციებზე და უსიეთზე. ადიოდა. ეს არის პირველად თავის სიგნის პირველია ეს. ძალიან სპანარი რაც არის. მე კარგად ვიცი, რომ პირველი წიგნი რომ გამოვა და მოიცემა და დაიბეჭდება და პრეზენტაცია იქნება, ძალიან სხვა ემოციები და სხვა სიხარულია ეს კარგად მესმის მე და ეს ორამბელის ჩემი ქართული შესწავლის თანაკურსი. ერთად ვისწავლეთ კონკურსიც ჰქონდა თვითონზე. ედაც, მაგრამ მე მეშინე ციგნის იდეას ყავს. ციგნის 40% ქართულად არის და ვამაყობდი ვითომ. და ახლა ორჰანი ისე შევიდა ლიტერატურაში, რომ პირდაპირ 100% ქართულად შევიდა. მულოცა. არამე არის ეს და მაგრამ ახლა შევეკითხები რომ მე მიპასუხა მაგრამ ცოტა ცივი ალბათ რომ მე ემოციებში ვარ მე ვამე ჩემი გავიხსენე ამ მოთხრობებში პირველად რომ მე 1923 წელს საქართველოში შესმიხან ძალიან მეწოდებოდა ქართველები აი ჩემი ძმები ვარ მასთან ისულა მაგრამ მეწოდებოდა რა რაც გაგონილი ხონდა რა იღებული მქონდა ის შევედი საცოტა მე ვყოფილი ვარ მე მასი გავიდი და ამ თემაზე ცოტა პატარა ლექსი მაქვს გამოდაბეჭდილი იქაც არის არ მინდა ახლა ხო მაგრამ პატარა ლექსი არის რომ ატიანიდან გავხედევდით კარჩხალში გადავა არის ბათუმი იქ ჩემი შბები ყავს ასე იყო ეს და მეწოდებოდნენ კაცრი თავრობა არის და ასე ისე გვასწავლეს მეწოდებოდ და შევედი რომ მე ვიარე ქვეყანა სოფელი ქალაქი და სასულო მეუყოფილვარ ისე გავიქი ეს ერთი და მე კიდე რა გითხრა რა ახლა მეორე გაგზავნებას არ მინდა, მაგრამ ორჰანის საქმიანობაში ბევრჯერ წავიდი ხალხურის წევრიც იყო ჩემი წევრიანდა და მე აღზელა ეს საქმე და დააარსეს სოციალისტების ასოციაცია და კიდე ჩვენ ასოციაციების მო და ეს მუშაობა ძალიან არანაირად წინააღმდეგები არ ვარ რამდენს უნდა სხვა შეფერილობას ჰქონდეს ამ საქმეში ერთი ის არის ხოლგას ამბობს მე ჩემი წინას ხოლგა ის რასაც ამბობს მესმეთან
და მეც რასაც ვამბობ, ისაც მეტყობა. ძალიან მადლობელი ვარ, ვიროცავ, რომ საქართველოს ლიტერატურის ისტორიაში სახელი ჩააწერინე ოჯახ და დიდი სურვილებით კიდე მომავალში წარმატებებს ვისურვებ ჩემო გაიხარეთ, დიდი მადლობა. შენ ახლობლებმა ნათესავებმა ეს წიგნი, შენი ემოციები, შენი მოგონებები, შენი სევდა საიდან აისწავლო, რომ ქართულად არის წერა? თურქული ვერსია აპირებ თუ არა? ეს მინდა შეგეკითხო. მადლობა დიდი ფუტუნეში შეყავდი იმესური სიტყვების პირველად. რა თქმა უნდა, თურქულად შეიძლება, მაგრამ რამდენიმე ისმის ჯერეთ თურქეთში ან ჩემი საზოგადოება თქვა, სადაც საკმარისად არ ახასებენ ეს ცოტა საფრთხე. მეორე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ცოტა ისიც მეშინია, რომ მერედება რომ ის დაიკარგება ცოტა ემოციები. ის მივცემდი ვერა ეს ემოციები. კიდევ ეს თქვენი შეკითხვა არა, მაგრამ ერთ რამ მინდა დავამატო მასე და მე ჩვენ ან პირადად მე რასაც ვაკეთებ არ საკმარისად ჩემი ოჯახი იცის, არ დაზმები იცის, არ დასავები იცის, ვერ აზროვნებენ ენის ბარიერის გამო ვერ აზროვნებენ. ცოტა შეიძლება 9% თქვა, 30% ჩემმა ბიჭმა იცის, ცეკვამით. იცის ცოტა. ეს ჩვენი ის არის, ორი კულტურის შორის ის არის. ზოგი ასე ფიქრობს, რომ დასაჭიროა ამდენი. ზოგი ასე ფიქრობს, რომ ზოგი ასე ფიქრობს, რომ ზოგი ისე კარგად ფიქრობს, რომ ძალიან კარგად აკეთებ, მაგრამ არ ვიცი. ჩვენს გვინდა. ესეთი ის არის, ჩემ გვერდზე კლუბანი არის. ხომ გესმის, ჩემს სწორად გესმის. ეს ფაქტია, მაგრამ ერთ რამ კარგად ვიცი. მე ვიცი, რომ ეს ნანი კულტურა, ჩვენი კულტურა და უნდა გასაჭიროთ, როგორ საჭიროა. Gürcü Haber.com yöneticisi önceki dönemlerde Gürcü Spor Merkezi Başkanı Fehmi Uzan Mustiyaşi'ye teşekkür ediyoruz kendisine burada geldiği için. Bisarf Artvin Dernekler Federasyonu Başkanı Sinan Temiz'e bir söz istiyor. Gamorcova, herkese saygı ve sevgilerimi sunuyorum. Öncelikle güzel etkinliği hazırlayan ve üyesi olduğum Çoktan Mustafa Derneği'ne ve ev sahibi Türkiye Derneği'ne teşekkür ediyorum. Çok güzel bir ortam, güzel bir konuklar, çok güzelsiniz herkes. Çok güzel. Orhan Bey bugün çok güzel, her zaman güzel. Kendisini takdir ediyorum. Çok kaliteli, güzel kitap çıkarmış. Gerçekten kütüphaneye konacak bir eser. Basımıyla, kağıdıyla, fotoğrafıyla, yerinde, her şey yerinde. Severek okuyacağım. Gerçekten Gürcüce yazdı okuma yarıda bıraktık ama senin sayende bunu okuyacağız. Emeğine sağlık diyoruz. Orhan Bey 2006'da Gürcü kurslarına gittiğini söylüyor. 40-45'li yaşlardan sonra bir dili öğrenip, amatör kurslara gidip bir dili öğrenip ve böyle bir kitap çıkarması gerçekten nereye geçecek diye olarak kendisine teşekkür ediyorum. 2010 yılında Büyük Gürcistan tarihine ve Türkiye tarihine geçecek diyorlar. Aynı zamanda Türkiye ve Gürcistan halklarda kardeşlik ve köklü görebiliyor. Kendisi çok mütevazi, tanıdığım öznel bir yapısı olan, dost bir insan, olduğu gibi davranan bir insan. Ve derin yetenekleri olan birisi diye düşünüyorum. Kendisini hayranlıkla izliyorum. Aynı zamanda kendisine kitap hediye etmek istiyorum. 85 yaşında babam yazdığı, yani demişler ya, öğrenmenin yaşı yok.
Kendisi 45 yaşlarından sonra tercümanlık yapıyor, 50 yaşlarından sonra tercümanlık yapıyor, hiç bilmediği bir ana dilini konuşuyor. Babam da 85 yaşında kitap yazdı. Bu kitapta Gürcü kültürünün izlerini de bulacaksın sevgili Orhan Bey. Şu anda babam 88 yaşında. Oğlum çeker misin? Çevir burayı istersen. Evet, şimdi Çatalhöyük Kültür Merkezi'nin yönetimindeki olan Hava Aydın'a bir söz vermek istiyorum. Buyurun Hava Aydın. ხმარის მის ეს ძალიან ბედნიერი ვართ, რომ მე ამერი კარგი წიგნი გამოვიდა. Beykoz Batın Gürcü Derneği Kültür Elçisi Açara Vatansever'i Birliği'nde yurt dışında yaşayan Gürcülerin ilişki ve koordinatör projeler müdürü Meridia Samid'e. Nereden nereye bağladım? დიდი ოჯახი მათ სტამბოლის ემიგრაცია. ძალიან ბედნიერი დღე გვაქვს, დილოსაც ბატონო ორხან წიგნი გამოვიდა, შედგა. მევფიქრობ, რომ წიგნი ყველაზე ძვირფასია. აი თანამედროვე ტექნოლოგიები, ესე ჩემთვის მიუღებელია. მე სპეციალურად გავაკეთებ ეთერ, რომ წიგნის ჩუქების დროს აუცილებლად იყოს მერიდია ჭარაში სკოლებს საბავშვო ბაღებს გადავსემყრობლე და ყოველთვის მიხარია წიგნის ჩუქება ყველას. დაიბადა წიგნი, რომელიც საუკუნეებში შემორჩება და ყველა თაობაზე ეკითხოს, ეს დიდი ბედნიერება არის ვილოცავთ. რომელიც ორ ქვეყანას შორის მეგობრობისთვის აი დაუღალავად შრომობ და გვინდა რომ თურქეთს და საქართველოს შორის ყოველთვის იყოს ურთიერთმოძღვრება, ლამაზი კავშირი, ლამაზი პროგრამები და ვინცი ჩამოგზავნებით, ჩაგდებით იმას ვინმე ძალიან მიყვარხართ დავესწრებით და გავიმეორებ სიტყვებს, რომ არა სიზურვეს, სიყვარული ყველაფრის მკურნალია და ყველაფრის გადამრჩენია და მიყვარდეს ერთმანეთი მეგობრები. მე ძალიან მიყვარხართ სიტყვებს. მეორე წიგნი ძალიან სუღუქია. ასე გადაიღეთ. მართლობა, წიგნი ბათუმში გაჩუქია, ახაც გაჩუქია. აიღეთ აქ? მე არ ამიღე. აი, როგორ? თურქეთში დაბეჭდილია. დავუთმობდი, არ არის რაოდენობა. ერთი დადეთ აქ, ერთი ბათუმში და ერთი ბათუმში დაიგეთ. Söz vermek istiyorum. Melani Türkmen söz alacak. Melani Türkmen. Şimdi teker teker kültür merkezinde Çatalhöyük Kültür Organizasyonu Asosiyasyonu Trendler Sezen Hanım, sizin yardımınızı isteyeceğim. Evet, şimdi. Tamam. Ne güzel işte bu. Bakıyor. Sırayla Ne güzel işte.
Macera Yazarlar Evi Başkanı bu etkinlik için Batum'dan geldiler. Kendilerine teşekkür ediyorum. Paketini vermek üzere sizi davet ediyoruz. Konsolosumuz bizzat takdim etsinler. Sesim geliyor. Etobiyok'ta dostlar çok yaman. Fotoğraflar için biraz öne çıkmalarını rica ediyorum. Orada siz de böyle kendiniz beraber. Konseriniz Batı Orhan Gazetesi. Yazarların genel direktörü. Didem Coşkun alabilir miyim? Tabii elbette. Evet, şimdi şöyle namaca hadis kavramını yine mi kadasınız? Bu da versin. Şimdi şöyle nalon hadis Eşref Yılmaz rica ediyoruz. İşler mi veriyor? Ama dönüyor ona. Lado Mikel Aziz. Tamam. Natia Gobi Chavez. Aferin size, öldürüyor işte. Sezen Hanım'a Berna Hanım lütfen yönetmenimizde. Berna Kime kime veriyor şimdi? Ben nasıl Sezen'e mi? Gençlerimizi destekliyoruz. Biz artık öğretmenimizi verdik. Gençleri devletimiz, gençlerimiz. Ben bunu kendim vermek istiyorum. Didem Coşkun'a kendim vereceğim. Daha daima güzel. Ve şimdi Halit Ateş'e çok teşekkür ediyoruz. Ve Orhan Berice kendisi Halit Bey bizim gizli kahramanlarımızdan. Hep yanımızda, çok teşekkür ediyoruz. Şimdi çiçekleri Gürcistan'dan gelen bizim Şörin Hanım'a lütfen, Nadia Hanım lütfen, Nadia Hanım siz de lütfen. Aslında evet, buyurun. Nasıl bağladın oraya? Şahcanidze, Orhan, Teliana, Teli, emigrante bis Sahelit, Duyunda Gadasses, ეს მარტო ჩემი არ არის, ეს არის bütün emigrante ყველა ემიგრანტის სახელით, ყველა სტამბულის ემიგრანტები განსაკუთრებით მადლობას ვუხდით ბატონ ორღანს
ისტორიის დაწერისათვის, იმისათვის, რომ ყოველთვის და ყველგან ხარ ქართველი ემიგრანტების გვერდი, ყველა ემიგრანტის იმედი ხარ, ხიდი ხარ და ასე გააგრძელებ. ეს და სამრავალი. ველოდებით ხაზიკდებსაც ბევრს. ემიგრანტებთან საბჭე სურათი მინდა. როგორ ეს ყველა თქვენი სახელი. სისხლი ხარ ჩვენი სისხლი. YouTube channel. ბაბათონი ნაცია სისხლია ჩვენი სისხლი, ეს ჩვენი ეხლება. შეიძლება არ ხონდეთ, ამიტომ ეს იქნება ჩემგან. სურათი ესე ჩეკენ მაგი. ეს მინდა რომ ჩვენი საქართველოს სიმბოლო თავისი პარტი და საქართველოს დროში გასაგრძე ჩვენ დღეს სამომხმარებლო აი ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ქართველი ემიგრანტებს ეხლა სიტყვა მინდა დავთმო ბატონ აჰმედს უნდა კითხოს აჰმედ ბეი ბისორსორ ჯაკორ ჰამეიე evet Ahmet Bey lütfen İki soru. Evet buyurun. İslam'ın Türkçesine ne zaman kavuşacağız? İki, bu mükemmel dile nasıl ulaştınız? Evde konuşuluyor muydu yoksa tamamen sıfırdan mı başladınız? Bu bir mucize. Teşekkür ediyorum. Çok teşekkür ederim. Kitap aldınız değil mi? Aldım. Tamam verdik. Şimdi kitabın Türkçesini düşünüyoruz. Yani yazabiliriz. Hatta Batum Üniversitesi'nden biz çevirelim falan dediler. Ben de demiştim ki çok enteresan olur. Türkiye'li bir Gürcü Türkçe yazıyor. Batumlu bir Gürcü Türkçe'ye çeviriyor diye. Olabilir. Çevirmen masterliğiyle çevirebilir. Ben de yazabilirim. Çünkü ben yazdım. İkisi de olabilir. Düşünüyoruz. Evde bizde Gürcü konuşulmuyordu efendim. Bizde ben de anne Gürcü olmadığı için Gürcü köyünde doğdum, büyüdüm. Ama komşular hep Gürcü konuşuyordu. Türkçe konuşulmazdı zaten. Annemle birlikte birkaç Gürcü olmayan gelin diyelim. Onların özel bir sıcaklığı vardı birbirine. Evde Gürcü konuşulmadığı için ben bilmiyordum. Babam, amcamlarla, komşularla hep Gürcü konuşuyordu. Zaten Türkçeyi de 20 yaşından sonra öğrenmiş. O da bozuk konuşuyordu. Ben biraz biliyordum, 3-5 kelime diyelim. Yani biraz sokak kültürü. İstanbul'a gelince çok merak ettim. Yani gittikçe. Yaş ilerledikçe insan hepimiz belli yaştayız bilirsiniz. Merak ediyor. Daha sonra demin anlatmıştım. Biraz Gürcü aslında anlattım da Türkçe anlatmadığım için belki siz de anlayamadınız. Sonra bu öyle bir içimden bir heyecan geldi ki bunu bilim adamları diyorlar. Yani bu kültür öyle bir şeymiş ki 3-4 kuşak sonra birinde kükrüyormuş. Böyle bir şeyden bahsediyorlar bilim adamları. O muhtemelen sanıyorum ki bizim kuşakta bende doğdu, Kürtçe o. Çünkü şimdi geriye bakıyorum. Gerçekten bu şekilde dil öğrenmek, benim bununla ilgili şeyim de var. YouTube'da videom falan da var. Birçok böyle bazen düşündürücü, şeylerim de var benim, anılarım. Bu şekilde öğrendim. Aklıma gelmişken bir şeyi paylaşmak istiyorum. Biraz uzadı ama o kitapta yok, yeni o. Geçen yıldı. Köyden gelmiştim. Biraz otobüs hatları falan da değişmiş. Ali Beyköy'de metrodan indim. TM12 diye bir otobüse bineceğim. O da şeyde çalışıyorum. Bir de şiire çalışıyorum. Şiire çalışıyorum. Elimde şiir var. TM12 diye otobüs geldi bindim. Akşam biraz karanlık basmıştı. Tabii ben durmadan okuyorum. Şiire çalışıyorum falan. Aradan bir 20 dakika geçti geçmedi falan. Bir yerdeyim ben ama bir bakıyorum bir tanımadığım bir yer. Yani ben kendi semtimden bahsediyorum burada. Hani bilmediğim bir semtten değil. Ya burası neresi olabilir, neresi olabilir? Biraz daha devam ettim falan. Baktım olmuyor. Hiç benim tarafa gitmiyor şey. Gittim şoföre dedim ki ya biz nereye gidiyoruz dedim. Bu araba hangisi dedim. Dedi ki bu araba dedi bilmem. O Levent'in Kağıthane'nin aralarından gidiyormuş o şeylerden, merkezlerden. Bu araba TM2 dedi. O dedi, ben dedim TM12 yok dedi, sen tam ters tekrar bilmişsin dedi. Ya dedim beni şeye ver, bir araba buldu, arabaya ver bu arabayı dedim. Geç saat 11 falan, şey de yok. Dolmuşlara geçtiğim yeri değil, takside bulmak zor. Oradan beni bir otobüse verdi, durdurdu geçerken, oradan gönderdi geri. Ben hemen geldim, bunu yazdım ve Facebook'ta o zaman paylaştım.
Ben bunu şunun anlatmak için söylüyorum. Bu tür duygularımı da hep paylaştım. Gülen gülsün, düşünen düşünsün. Hiç çekinmedim. Bana dedim böyle oldu dedim. Tabii ki altında şey patladı. Yorum patladı. Çok teşekkür ediyorum. Gene de sorunuzu sana cevaplamışım. Evet, Orhan Bey şimdi gidiyor. Magam ben gayet sevinçliyim. Lex. Diğer Orhan Bey. Orhan Bey ben. Lexi tabii ki o magram. Lexi bindat ben. Baton David Mantova oydana. Me biraz minto da çemi Lexi. Doğru da vakit. Ori. Ori, bekar. Çok haklısın. Gerçek. Oydana imge. Sakartvelos. Siz ajvarde. Vaberi aks. Satmevelis suni astis. Mitas. Kalis mandil. Kartlis tedis. Skuivi kargavus. Ama Rugor armiyet vardır. Mitha. Kartveli listek biser kamurtini. Met zarve çizgisinde niçkens kartveli. Zis skuviyevit taserili dedayena. Avam gerisin gaz. Ham. Aber Rugor armiyet vardır. Mitis kulşi. Çemi modmis. Çemi genis. Pesvedi. Şuretiler çemode yaşa kartveli. Geperebi çiyamdan. Turketse da Sakartvelos ups rules valseb me matşoris xidadat var gadebuli. Aba Rogor armiyet vardır. Dedesavit Sakartvelos kari çeptis kahebuli. Mexom ori samşoblomak sapisari. Kartvel Turk'ta Çesbul Genta taosani. Sakartvelos bilis piskeze miseriya. Xelis gulze çotas taosani. Oyda nana. Ohoy nana. Keda şu ahev kuloy dana. Dedo dürünü tamam gara dit gorazim tana. Sizmar mi brundeba. Çakbeyni da şuni bana. Oyda nana. Ohoy nana. Tsarb gahtnili deval gana. Sakart hello. Çemo dedav. Çemi suntma genatsvala. Çemi kvalam su harebas. Hu harebas genatsvala. Şenis hitvis siços listvis. Xixazir çeki devd gavar. Şeni zeci simah litvis. Mara ditçi randal kavas. Şenir cudis satil daud. Saltas ekav zarep tavars. Ep zir venaks. Sul girgavdi. Klav da girgav. Dığesta. Kualats. Edit kule. Edit kule. Edit kule. Rom amperi. Acareli kavdi gana. Romar dedesam çok. Marko bak Ömer. Rom kartveleri var. Tabi sad kartvelo var txvenija. Vajimaz. Vit sa kartvelos erzvis. Aç ići srom damatske bulija. Gaumarđos čuves džis. Gansa kutre bul moduk mas. Gaumarđos čuves. Dedesam sad. Dedesam. Ეხლა გვინდათ ბატონ ორჰანის სახელისთვის მოიტანოთ New Zealand pasta getireceğiz. Bir pasta keseceğiz. Sonra yemek var. Açık büfe yapacağız. Gönlümüzde ne koptuysa hepimize hep beraber kardeşçe, dostça paylaşacağız. Daha bitmedi. Buralardayız. Buyurun. Pasta geliyor. Orhan Bey lütfen. Bir an. Evet, lütfen alkışlar istiyorum. Önce yalnız çektiririz. Evet. Evet, önce yalnız. Önce yalnız. Ana var kamu. Formu. Arkadan Önce dili çekeceğiz. Dilek ne? Surbil. O. Onu görsünler öyle kaldır. Kaldır tamam.
Surveli, çeli su. Espedelia, meu, dai surveli così Surveli, çeli su. Espedelia, meu, dai surveli così damçes. Orhan Bey, önce üfleyeceksiniz, sonra keseceksiniz. Evet, evet. Makbul, erkek moça. Dalam erkek moça. David, Mozandi. Dali, nati. Makbul, badi. Alma beni. Sen hafızan geç, suratı kadar. Resim çekelim, buyurunuz. Rüzgarı getir bana, rüzgar. Uzaktan çekelim. Oğlum gel. Kızım gel. Sayın Başkan hoş geldin ya. Tabii ya. İyidirsin lan abi. Gözükmüyorsun size. Nereye gidiyorsun? Tamam sıkıntı yok. Deniz abi, hadi. Nasıl var mı? Verme de bir tuvalet. Resim çekiyor, bakar mısın? Hadi baba. Gideceğiz. Aldığımız şeyleri geliyoruz. Nice to meet you.
Evet, evet. Bak. Our president sent you best wishes. Git Moita. Orhan Bey, Orhan Bey. We will organize exchange with yes. We will be in. Baba sen de Hoş geldin. Hayır da geldik. Hani geldik. Baba, Peter, Oba, bir keçici. Merhabalar, nasılsınız? Hadi geçin. Lütfen. Lütfen arkadaşlar fotoğraf gelmenizi rica ediyorum. Namazı kalbatan diyor bu. Erkan çörek olarak Ya, mana çok güzel. Yani gelip köye gitsen. Kadang itu fotografi kamu semua kadang itu Foto çekilecek hep birlikte. Hadi. Hadi. Allah'ına Foto ne? Didem. Al, kolsuz gel.
Tamam dur. Ninocuğum, Ninocuğum. Çevir korsunuz. Çevir. Foto. Nino zamanıyla foto. Gelirim. Alır.